მოგესალმებით. დღეს გთავაზობთ ორ სიუჟეტს იმის შესახებ, თუ რა გაგრძელება მოჰყვა სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებებში ასახულ პრობლემებს. პირველ ნაწილში თქვენ ნახავთ, როგორ გადაურჩნენ ქუჩაში დარჩენილი ადამიანები უმკაცრეს ზამთარს. წელს ხელისუფლება მიუსაფარ ადამიანთა მიმართ ყურადღება გამოიჩინა. 200-ზე მეტი ადამიანი სპეციალურად მოწყობილ კარვებში გამოიზამთრებს. მეორე სიუჟეტი გორის ბაზრის უკანონო წართმევის ცნობილი ისტორიაა. სამართლებრივი ბრძოლა წლებია გრძელდება, თუმცა უშედეგოდ. ბაზრის ყოფილი მეპატრონე ჯემალ ციკლაური აცხადებს, რომ მისთვის არაფერი შეცვლილა. კომდა ბინა რაღაც აკეთე მე რაღაც შემემწყვა და დამეწო პროფესორი და წამოვედი მე იქიდან და დავრჩი მე ქუჩაში. რამდენი ხანი არის ქუჩაში ცხოვრობ? 14 წელია. იქ ბორდომის ვაგაზარზე მანქანა დგას. იმ მანქანაში მძინავს პორტში. მარტავი მანქანაა, კუზავიანი. იმ მაშინ ვარ და მძინავს რა, მარტო მე ვარ. ვინ არა მაგდა. 5 წელი იქნება ქუჩაში რო ცხოვრობ. მოთლებზე დავდივარ, მაგროებ ახლა მანქანაზე. სტუდია მონიტორმა ეს კადრები 2 წლის წინ ზამთარში გადაიღო. ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი ადამიანები ყინვასა და სიცივეში ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდნენ. იყო მსხვერპლიც. ანატოლი სტარისკი ცხოვრობდა ერთი მოხუცებული კაცი. აგერ გვერდზე მინგრეული არის, 1-4 დღის წაყვანილი ყავთ. მოვლელინო აღარავინ ყავდა, მშიერი მოკვდა. და ამ კატამ ყურები და ცხვირი და თითები მოაჭამა. მაგის მეტი რა არის, სავსეა. რამდენი გეიყინა. აგერ 2 დღეს უკან 2 ადამიანი გეიყინა. ვაგზალზე. ქუჩაში რო არის, აბა იყინებია. ზამთარია სიცივე იმ დროს სოციალურ ქსელებში მოქალაქეები უსახლკაროებისთვის თავშესაფრების გახსნას ითხოვდნენ. სწორედ ამ აქტიურობის შემდეგ მერიამ უსახლკაროებისთვის სხვადასხვა უბნებში მდებარე 5 უფასო სასადილოში დროებითი თავშესაფრები გახსნა. თუმცა უსახლკაროებმა იქ მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარეს. პროგრამა მალევე დაიხურა და ხალხი კვლავ ქუჩაში აღმოჩნდა. პავლე ლიჩელი ამბობს, რომ ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც წლების განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა და თავშესაფრის მოთხოვნით უწყებიდან უწყებაში დადიოდა. ქუჩაში ვიყავი. ვაგონი ცხოვრობდი როგორც კაში წვიდა, ისე ვაგონში, ისე ციცივე. არა პრობლემა. და მივმართე 1000-ნაირი განცხადები მოგაწევი მერიაში. გამგეობაში. მუნიციპალიტეტში 12-ში დამარცხდა, უინსტიტუტმა დამარცხდა და ნახევარი მხარე წარსული. ყატავას მიმართე მან რა წერია და პასუხი ვერ მივიღე, პასუხი მივიღე, პოლიციამ დამეყარა მე აკა. დღეს პავლე სხვა 200-მდე მიუსაფარ ადამიანთან ერთად მთავრობის მიერ მოწყობილ დროებით თავშესაფარში ცხოვრობს. მსგავსი ტიპის თავშესაფარი წელს ახალი მთავრობის ინიციატივით პირველად მოეწყო. ზამთრის დადგომისთანავე სამთავრობო კომისია შეიქმნა. თავშესაფრისთვის მოსაწყობი ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გამოყო. თავდაცვის სამინისტრომ კარვები, ღუმელები და საწოლები მიიტანა. ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის პრობლემა მოაგვარა. ფინანსთა სამინისტრომ შეშა და ტანსაცმელი მიიტანა. ჩვენ აქ უფრო მიუსაფარ ადამიანების პატრონაჟს ვაწარმოებთ, რაც ნიშნავს, რომ უსახლკარო შეიძლება იყოს, მას არ გააჩნდეს სახლი, მაგრამ ცხოვრობდეს ქირით, ცხოვრობდეს ნათესავთან და ამ შემდეგ, მაგრამ მიუსაფარი ადამიანები არსად არ ცხოვრობენ, ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. სადაც მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ემუქრებათ გაყინვით და შიმშილით სიკვდილი. აი ესეთი ადამიანებისთვის, ჩვენ სწორედ ასეთი ადამიანებისთვის უზრუნველყოფთ იმ მინიმალურ პირობებს, რომლებიც ვთავაზობთ მათ იმ მინიმალურ პირობებს, რომლებიც ახლა არის შექმნილი. თავშესაფრის მცხოვრებთა უსაფრთხოებაზე საპატრულო პოლიცია ზრუნავს. მორიგეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც.
თავშესაფრის მცხოვრებთა ორჯერ ატყვებასა და ჰიგიენაზე არასამთავრობო ორგანიზაცია კათარზისი ზრუნავს. ჯანდაცვის სამინისტროს თითო ადამიანის შენახვა დღეში 6 ლარი უჯდება. მოვიწვიეთ მათთან სამუშაოდ იურისტები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, რომ გამოიკვლიონ მათი პრობლემები, ფსიქოლოგი, რომელიც ეცნობა მათ მდგომარეობას, ფსიქიატრები, რომელიც ასევე მუშაობენ მათი სიტუაციის შესახებ. აქ მყოფთა 90% არის ალკოჰოლდამოკიდებული, 80%-ზე მეტი არის მამაკაცები და ვთქვათ 60% არის ნასამართლები. ეს არის ყველაზე რთული საზოგადოება, რომელთან ურთიერთობაც გვიწევს ჩვენ. თავშესაფარი ამ ეტაპზე ზამთრის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა სამთავრობო კომისია მიუსაფარი ადამიანების დასახმარებლად გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობს. საბოლოო ჯამში ეს ადამიანები იცხოვრებენ არა კარვებში, არამედ უკვე მყარ ნაგებობებში. ამისთვის შექმნილ ნაგებობებში, რომელიც არ იქნება მხოლოდ სეზონური ცხოვრებისთვის, მხოლოდ გამოსაზამთრებლად, არამედ იქნება უკვე ხანგრძლივი პერსპექტივის. კანონით უსახლკარო ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციაა. თბილისის საკრებულოსგან უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მიცემას მოქალაქეები ზამთრის დადგომისთანავე ითხოვდნენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოიკვლია, რომ თუ თბილისის საკრებულო 2013 წელს შეძენილი 11 ახალი ავტომობილიდან 5 ახალ ავტომანქანას არ იყიდდა, ან საშუალოდ 4 თვის მანძილზე თანამდებობის პირებს პრემიებს არ დაურიცხავდა, დაზოგილი თანხით 210 მიუსაფარი ადამიანი 4 ყველაზე ცივ თვეს უსაფრთხოდ გაატარებდა. ძალიან უხეშად რომ გადავითვალოთ ეს ზამთრის ან წლის ყველაზე ცივ 4 თვეზე ამ 210 ადამიანისთვის საჭირო იქნებოდა დაახლოებით 187,000 ლარზე ოდნავ მეტი. იმისთვის რომ ისინი უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ კვებით და სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ თბილისის საკრებულოს გასული წლის ხარჯებს და მაგალითად თბილისის მერის 2012 წლის ხარჯებს, რომელიც 567,000 ლარი გამოყო საახალწლო ღონისძიებებზე, ნათელი ხდება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სავსებით საკმარისი რესურსები გააჩნია, რომ ასეთი პრობლემები თავისი ძალებით მოაგვაროს. თბილისის მერია მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვას მომავალი წლიდან აპირებს. 2014 წლის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ ბიუჯეტში უსახლკაროებისთვის 300,000 ლარია გამოყოფილი. თავშესაფარი 60-70 ადამიანზე იქნება გათვლილი. საცხოვრისის უფლების პრობლემა სახალხო დამცველის ანგარიშში წლების განმავლობაში ხვდებოდა. სახალხო დამცველის აპარატში მიუსაფარი ადამიანებისთვის თავშესაფრის გახსნას დადებითად აფასებენ, მაგრამ ამბობენ, რომ პრობლემა უფრო ფართოა და ქვეყანაში გაცილებით მეტი უსახლკაროა. დეფინიცია, რომელიც ამბობს, ვინ არის უსახლკარო ადამიანი, საუბრობს იმაზე, რომ უსახლკარო ადამიანი არის ის, ვისაც არ აქვს რეგისტრაციის ადგილი და ასევე რეგისტრირებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, როგორც უსახლკარო. პრაქტიკაში პრობლემა არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რეალურად ესეთი ტიპის სტატისტიკას არ აწარმოებენ. სახელმწიფოში დღეს არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, ვინ უნდა მივიჩნიოთ უსახლკარო ადამიანად. სპეციალისტები ამბობენ, რომ კრიტერიუმების ჩამოყალიბება და ერთიანი პოლიტიკის შემუშავება პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი საკითხია. რაც შეეხება მიუსაფარ ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს, მათ სტატისტიკასა და იდენტიფიცირებაზე სახელმწიფო უკვე მუშაობს. წელს ზამთარში ტემპერატურა -15 გრადუსზე ქვემოთ დაეცა. უჩვეულოდ ცივ ზამთარს უსახლკაროები კარვებში გამოიზამთრებენ. გორის ბაზრის სახელმწიფოსთვის შუქების ფაქტზე სტუდია მონიტორმა ჟურნალისტური გამოძიება 2007 წელს მოამზადა. ჯემალ ციკლაურმა გორის საკოლმეურნეო ბაზარი 1998 წელს კონკურსის წესით შეიძინა. 2004 წელს შიდა ქართლის გუბერნატორად ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნის შემდეგ ის გორის გამგეობაში დაიბარეს და საკოლმეურნეო ბაზრის დათმობა მოსთხოვეს. არაფერი არ იქნება
შენაშენი მეუღლე უბრალოდ ბლანკზე მოვაწერთ ხელს და თავისუფალი იქნებით გააგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას. როცა მე ვუპასუხე რომ მე იმ რაშიც გადახდილი მაქვს ეს თახე იმას რა გავუყოთ, მან მითხრა რომ მე თუ ამ წელს განმავლობაში ბევრი მიშოვია და ეს უნდა ამით უნდა დავკმაყოფილდე. ჯემალ ციკლაურმა ქონების დათმობაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მოქალაქე ჯოხაძის საჩივარი შევიდა. ესე იგი, ვინმე ალუდა ჯოხაძემ უმუშევარი მივიდა ბაზარში, გორის ბაზარში და იყიდა ხორცი, 10 კილო ხორცი თუ არ ვცდები. შემდეგ აღმოჩნდა რომ ესე იგი სახში ნახა აწონა რა ვიცი რა ვითარებაში, თურმე აღმოჩნდა რომ ამ თხოს დააკლდა 400 გრამი თუ 600 გრამი და ჯოხაძე ესე ჯოხაძემ განიცადა ზარალი 2 ლარი და რაღაც 71 თეთრი, ну 3 ლარამდე. და აღელვებული ჯოხაძე მირბის ახლა პოლიციაში წერს განცხადებას რომ ესე იგი ეგრეო ბაზარში მივიდეო ხორცი ვიყიდეო და მომატყუილეს 3 ლარი ვიზარალიო. და თქო მიიღო ძომები. ალუდა ჯოხაძის დაწერილ საჩივარს ძალოვანი უწყებები ოპერატიულად გამოეხმაურნენ და მიხეილ ქარელთან ერთად ბაზარში მივიდნენ. პოლიციის უფროსისგან, პროკურორისგან აღიზრდა სიცხლის სამართლის საქმე. თუ რა მოუკანონოს გავაკეთე ბატონო მიშა ეს უნდა მოხდეს აუცილებლად. ბატონო უნდა მოხდეს იმიტომ უნდა მოხდეს რომ 10 კილო ხორცი იყიდა კაცმა და 1 კილო ხორცი მოატყვა. ბატონო თქვენ დარწმუნებული ხართ რომ მე ვარ დაინტერესებული რომ მოატყოს გწონაში? თქვენ დაინტერესებული პირველ რიგში იმაში გამჩნიეთ რომ ვიღაცები ყავი გაშვებული აბსოლუტურად არაოფიციალური ყავი რომელიც ზალავენ ხალხს ფულს რამდენს იხდიან თუნდაც ეს მოვაჭრეები. საზოგადოების მოთხოვნა იყო რომ პროკურორი შემოსულიყო ბაზრის ტერიტორიაზე პოლიციის უფროსთან ერთად მე გამოვწყდი ბატონი რეზოს აღგზავნება რომ პრინციპში დაფიქსირებული არის ფაქტი როდესაც ხდება წონაში მოტყუება. ამას ჩვენ გავერკვევით ნახავთ რა ვითარებაში მოხდა ეს და მივცემთ შესაბამის ცვლილებას. აღგზავნება ბატონი მიშა ქარელი რომელიც დაინტერესებულია ამ საკითხით. არ არის საკონტროლო სასწორი ბაზარში და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიზრდეს მასზე პირველ რიგში. პირველ რიგში უნდა აღიზრდეს სისხლის სამართლის საქმე ბაზრის დირექტორზე. მაშინ ჯემალ ციკლაურზე სისხლის სამართლის საქმე ვერ აღძრეს, რადგან ბაზარში საკონტროლო სასწორის არარსებობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო. მოგვიანებით ციკლაურის ინსაწარმოში საგადასახადო ინსპექციაც შევიდა შესამოწმებლად. შემოწმებიდან მცირე დროში ჯემალ ციკლაური გადასახადების დამალვის ბრალდებით დააპატიმრეს. დაპატიმრებისას ციკლაური მიხეილ ქარელის ზეწოლაზე საჯაროდ ალაპარაკდა. ვინმეს ინტერესებს ხომ არ ხედავ თქვენ დაკავებულ? რა თქმა უნდა, პირდაპირ მიშა ქარელის ინტერესებია შემდაკავებული. რა ინტერესია? გაგვატარეთ. ბაზარი ჩაგობარო მითხრა და ვერ არ ვაბარე. ჩემი უბია. გავიდა ერთი თვე ნანა, გავიდა ორი თვე, გავიდა ეს სამი თვე, მაგრამ არაფერი არც სასამართლო პროცესს ნიშნავენ. არც არაფერი არ ხდება, კიდევ ვიგებ რომ იქ ჩადიან, ზეწოლას ახდენენ, ეუბნებიან უნდა ჩააბარო. ნუ ახლა ვფიქრობთ ჩავაბაროთ და ვაი თუ არც გამოუშვან ციხიდან. ჯემალ ციკლაურის თქმით, პატიმრობაში ყოფნისას გუბერნატორი მიხეილ ქარელი მას გორის საკოლმეურნეო ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქებას სთხოვდა. ორჯერ იყო ჩამოსული შენდა ქარელი და მოითხოვდა ჩემგან სახელმწიფოსთვის გადაბარებას ობიექტისას. მე რამდენიმე პირობა შევთავაზე, მაშინ მივხვდი რომ ციხეში ყოფნა მაინც არასასიამოვნო იყო. რაღაც ნაწილი დაეტოვა ჩემთვის ოჯახი მერჩინა. ბოლოს იქამდეც მივედი რომ ჩემი ახლობლები ძმები მუშაობდნენ ჩემთან სამსახურში, რომ ისინი მაინც დაეტოვა თუ რაღაც რომ გამჭირვები იყო რაღაცა ძმა და მომეხმარებოდა. აბსოლუტურად არაფერზე არ წამოვიდნენ, უბრალოდ ხელს მოვაწერ, ჩააბარებ და всё. ჯემალ ციკლაურის შემთხვევაში ჯერ შეთანხმებას მიაღწიეს, შეთანხმებას როგორ ისე რომ ამდენი ხანი ეს ეხარ და მოდი ეს დათმეიო რაღაცები და გავაფორმოთ ეს გადმოგვეცი მაშინაო და პირველ შემთხვევაში ჩავედი მე იქ არცა ოთახში არცა ყოფილი კი წამოყარეს იქ ვიყავი ჩასული და მე ბოლოს რომ მორჩქეს საუბარს გამოდიოდი მე მიწეს რომ ახლა მოდი გამზადე შესაძლოა ჯემალ ამას გამოუშვებთ თქვენ ვინ წაგიყვანეთ? ვინ წაგიყვანეთ? კერძოდ. მოადგილე იყო მაშინ არ პაპონაშვილი არ ყოფილა, მოადგილე იყო პროკურორის ახლა ადვოკატი არის სოსიაშვილი. ჩემთან შემოვიდა პროკურორი ტერაშვილი, მას მოყვა პროკურორის მოადგილე მაშინ მგონი ეგრე ერქვა სოსიაშვილი და ნოტარიუსის წარმომადგენელი მახარაშვილი. შემოვიდა ჩემთან და წინანდ მომწეს რომ მომეწერა ხელი გადაბარების აქცია, ჩუქების აქცია სახელმწიფოზე.
სამაგიეროდ ცელიენ თავისუფლებას თავაზობდნენ. დაჭერიდან 4 თვის შემდეგ, რაც მისი თქმით მეუღლის დაპატიმრებითაც დაემუქრნენ, ციკლაურმა ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების ნოტარიულ აქტს ხელი მოაწერა, რის სანაცვლოდაც ის ციხიდან ღამის 1 საათზე გაათავისუფლეს. ნოტარიული აქტის თანახმად ქონება, რომელიც 228,000 ლარად იყო შეფასებული, გამგეობას უსასყიდლოდ გადაეცა. გამგეობის წარმომადგენელი ნუგზარ პაპუაშვილი ირწმუნებოდა, რომ ქონების გადაცემა ნებაყოფლობით მოხდა. ამ შემთხვევაში ლიახვი პირველი რაც გადმოვიდა, ჩამოყალიბდა სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 100%-იანი სახელმწიფოს წილით. დანიშნულია ხელმძღვანელი. ძალიან ბევრი ის მიიღო გამგეობამ საჩუქარი. რატო ხდება ეს თქვენთან? რა ბაზრობის გადმოცემა მაგალითად გამგეობას რა ჩუქა? ბაზარი გადმოსცა ჯემალი ციკლაურმა თავისი ნებით. და ბაზრობა? ბაზრობას თავისი ნებით გადმოსცეს. და რა მოვიდა მხახს ხო? ვიცი ხა ეთყობა სინდისმა გაუღვიძათ და აი სახელმწიფოს ხოვა ჩუქემ. მე 4 დირექტორი შეიცვალა სახელმწიფო საკუთრებაში იყო ჩემი ობიექტი და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა აუქციონი ჩემი ობიექტის გაყიდვაზე. ეს რომ გავიგე და იყიდებოდა 25-ში უნდა გაყიდულიყო 24 ოქტომბერს მე ჩავედი სახელმწიფოს ოფისში მაშინ ბატონ სუბართან, სუზარ სუბართან და პრესკონფერენცია გავაკეთეთ იმის თაობაზე რომ მიმართეთ იმ პოტენციურ მყიდველებს რომ არ იყიდათ, იმიტომ რომ ეს საკუთრება იყო ჩემი და თუ იქნებოდნენ არა კეთილსინისის შემძენები. მაგრამ ამან არ გაჭერა და 2007 წლის 25 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტრომ ჯემალ ციკლაურის ყოფილი საკუთრება აუქციონზე $710,000 გაყიდა. გორის საკოლმეურნეო ბაზარი შპს საქართველო-ისრაელის პროექტების მენეჯმენტმა იყიდა. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ცირე დროში, რამდენიმე თვეში მოხერხდება ეს ყველაფერი, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი და თქვენ ეს ყველაფერი მოახერხოთ. მანამ მე განცხადება გავაკეთე და აღარ გავიმეორებ. ყველამ ყველაფერი ვიცით. ნუ რა ვის ნუ აქვს იმის ილუზია რომ ვინმეს რამე შერჩება. მე არ მინდა მუქარით მოვიდე და ძალიან ვცდილობ რომ არ გავიმეორო და არავის არ დავემექრო. საერთოდ ჩვენი სურვილია რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაისაჯოს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე. ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე წარმოთქვა. ისე რომ ძალიან ცუდოა იყო მაგაზე ნერვიულობა დაიწყო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას ჯემალ ციკლაური გორში საკუთარ სახლში ტელევიზიით ადევნებდა თვალს. ძალიან ესეთი რეაქცია მქონდა, აი, ნანა მართლა გეუბნებით თუ ტელევიზორს ყოცნი და იმად გამოსვლაზე უკვე რომ ძალიან დიდი იმედი ჩამესახა და მართლა მჯერავს რომ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდე გეუბნებით რომ სამართლიანობა აღდგება. 7 წელიწადი უმუშევარი. 7 წელიწადი, ეს 3 წელიწადი რაც სამსახური დავიწყე სახელმწიფოში. სახლში და ყველაფერი გავყიდე მაგას. აი ერთ მოთახში სპალა აღარ მაქვს მაგალითად, მანამ ბეჭდები გაყიდა, სამღურები გაყიდა. ხან ვიტაქსავე, ალბათ მოგიხეიცდე გამბავი და მოკლედ აი ესე წვალებით აქამდე მოვახციე. არაფერი პრობლემა არ არის, თუ ის უყურებთ. ასე ჯემალ ციკლაური მისი ოჯახის მიერ გავლილ მძიმე წლებს ხშირად იხსენებს. წართმეული ქონების დაბრუნების იმედი მას 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიეცა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯემალ ციკლაურმა მთავარ პროკურატურას მიმართა და მისი ქონების ჩამორთმევის ფაქტის გამოძიება მოითხოვა. ციკლაურის განცხადების საფუძველზე საქმე მართლაც აღიძრა. ადგილობრივ პროკურატურას გადმოეცა ჩემი საქმე და დაიწყო გამოძიება. დამკითხეს პირადად მე 8 საათი მიმდინარეობდა ჩემი დაკითხვა. ჩემი მეუღლე დაკითხეს. მე როგორც მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლეზე იმ პერიოდში იყო ზეწოლა და დაჭერით მემუქრებოდნენ და ამ საქმეში ვინც იყო გარეულები. მაშინმა პროკურორმა აკაკი ტერაშვილმა ჩემი მეუღლის ძმისშვილი დაიბარა და უთხრა თუ მე არ ჩავავარებდი ობიექტს, მასაც დაიჭერდნენ და მოკლედ ჩემი მეუღლის იყო ტერორი. 2012 წელს მთავარ პროკურატურას გოჩა ლომიძემაც მიმართა, რომელმაც 2004 წელს გამგეობას გორის სტადიონი დილა უსასყიდლოდ გადასცა. შემდგომ იყო სტადიონი, ასეთი ცენტრალური სტადიონი ფეხბურთის დილა. ამის გადმოცემა მოხდა უსასყიდლოდ. რატომ არჩევთ? ნუ არაფერი გამს შესყიდული იყო კანონიერად და ყველაფერი კანონიერი გზით იყო, მაგრამ რატო უნდა გადაგვეფორმებინა, მაგის ახსნა არ იყო. ახსნა ის იყო, რომ ნუ სახელმწიფოს უნდა გვეჩუქებინა რა ესეთი ისე. ჯერ სტადიონი ვაჩუქე და შემდეგ გუნდი. პირველ რიგში გვაინტერესებს და ჩვენი მოთხოვნაა, რომ უბრალოდ პასუხი გაგვცენ, რატო წაგვართ ეს. მიზეზი ამის არ აქვს მნიშვნელობა იმას ახლა
მაშინ ვინ იყო, რა იყო, ან რა მიზეზი იყო. ეხლა ხო შეიძლება რომ გითხრა, რომ რატო წაგვარდეს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწადზე მეტი გავიდა. ათასობით დაზარალებული და იმედგაცრუებული მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოსგან ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს. ასეთია დღევანდელი სტატისტიკა. ექსპერტებთან ჩემი შეხვედრა პირველად თავრობას ჯერჯერობით ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები არ მოუძებნია, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე საჯაროდ განაცხადა. ეს არის ყველაზე მასიური, რაც მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში. მე მახსოვს რამდენიმე ციფრი და შევახსენებ ტელემაყურებელს და თქვენ შეგახსენებთ. 9700 არის მხოლოდ ჩუქება. როგორი ჩუქება ხო? ბჭყალებში ჩუქება. 1000-ობით და 10000-ობით არის სხვა ტიპის, როდესაც წაართვეს, გამოყარეს ყოველგვარი ჩუქებისა და გარიგების საპროცესო შეთანხმებები არის 1000-ობით და 10000-ობით. საერთო თანხა 6-დან 7 მილიარდამდე. 6-7 მილიარდი ლარია. ჩვენ გასაგებია, რომ სახელმწიფო პასუხი უნდა აგოს, აბსოლუტურად მესმის და ვაცნობიერებ. უნდა აღადგინოს სამართლიანობა, მაგრამ სახელმწიფო ეკუთვნის არა მარტო იმ ნაწილ ხალხს, ვინც კონკრეტულად დაზარალებული, არამედ მთლიანად თელ საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია ამით პერსპექტივა დაუკარგოთ მთლიანად საზოგადოების განვითარებას, თუ სახელმწიფო დღეს ამ ვალებს საკუთარ თავზე აიღებს ნებისმიერი ფორმით. ჩვენ 1000 ვარიანტი მოვაგროვეთ და ჩვენ ვერ ვნახეთ გამოსავალი დღემდე. ქარელი რო შემოდის ბაზარზე. ჯემალ ციკლაურის საქმეს შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურა იძიებს. უკვე წელიწადზე მეტია ჯემალ ციკლაური დაზარალებულის სტატუსს უშედეგოდ ითხოვს. მისი ადვოკატი ვახტანგ დვალიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიება ხელოვნურად შეჩერდა. მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ გაყინულია ერთ ადგილას. სამწუხაროდ არც დადგენილება არ არის გამოტანილი ბატონი ჯემალის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, არც რამე სამართლებრივი შედეგი არ არის დადგენილი. ამ შემთხვევაში არის გაყინული, პირდაპირაა გაყინული. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას გვითხრა, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი სამართლებრივ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ეს გადაწყვეტილება კი ხელისუფლებას დღემდე არ მიუღია. როცა მოვნახეთ მასშტაბი რამხელა იყო ქონებრივი უფლების ხელყოფისა, ძალიან დიდი სიღრმე გამოჩნდა. შესაძლებელია მილიარდობით ოდენობის ღირებულების საკუთრების უფლებაც კი იქნა ხელყოფილი. ამიტომ, როდესაც ამ საკითხს წყვეტ, საჭიროა სათანადო დარეგულირება. ჩვეულებრივი წესი მდგომარეობს შემდეგში. დაუშვათ დავადგინეთ, რომ მავანს უფლება შეელახა, მას სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს შელახული უფლების საზღაურად შესაბამისი კომპენსაცია. და აი ამ ხელა ტვირთი, რომელიც მასშტაბიდან გამომდინარე გამოჩნდა, შეუძლებელს ხდის სახელმწიფომ ერთიანად ასეთი კომპენსაცია განახორციელოს. ამიტომ საჭიროა დარეგულირება ამ საკითხის, გაწერა პროცედურის, როგორ უნდა მოხდეს, რომელი ქონების ხარჯზე უნდა მოხდეს, როგორი თანმიმდევრობით უნდა მოხდეს, რომ სამართლიანობის აღდგენა იყოს დინამიკაში და ამან ზიანი არ მიაყენოს სახელმწიფოს და არ გამოიწვიოს ეკონომიკური კოლაფსი, ხო? არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტი დატოვა, თუმცა პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა იგივე პოლიტიკას აგრძელებს. ჯემალ ციკლაურის საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ის კვლავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.